რას ვჭამთ მიშოს დაბადების დღეზე მიშოს გარეშე. ჯერ მოვიდა სასმელი, ღვინო ავიღეთ, ხვანჭკარა, ნახევრად ტკბილი და მიშოს ვულოცავთ დაბადების დღეს. ლეა, კოქტეილი შევუკვეთე, რომელიც არის ლაილა, ბეილისით, ნუტელათი და კრემით. ნაყინის გემო აქვს. განგებრიელი აბა გასინჯა. ჩემ ეს უნდა მოგეწონოთ. ჯერ მოვიდა წასახემსებელი აჯაფსანდალი გუდისყველი და არაჟნით და ასევე ფხალის დაფა. მედი ლიკა დაიღა. ვაუ. პირველად ჭამ მარტო არაჟნით, ძალიან კაია. სოკოს ჩასაკნაბნებელი მოვიდა, რომელიც არის გემრიელესიო. ოღონდ არ ვიცი მე როგორია, მაინტერესებს და. სამი ჭამია ცხოვრებაში. მართლა? რა კაი სუნი აქვს, მოგეწონა? ძალიან გემრიელია. соуსი მინდა. მე რა გემრიელია. ეს არის აჯაფსანდალი, არაჟნით და გუდისყველი, ყველაფერი ერთად. ძალიან გემრიელია. ყველაფერი არის ძალიან არომატული. ფხალის დაფა გავგიძგნოთ. ხალის ასორტი არის ძალიან კარგად შეზავებული, ცაცაკა ყველა. და ეს არის მკადის ჩიფსები. ამასობაში ჭუშტარიც მოვიდა. ძალიან გემრიელია. კარმელიზირებული მსხლის სალათი მოგვიტანეს, ასევე აქაური გამომწვარი შოთის პური. სვანური მარილით. აი ესეთი კარამელი აქვს, გარედან და ტყდება. ეს არის გემოების კლაშატკუში. აღარ ვიცი, უკვე რა ვთქვა. შემტეკიდებას მე მგონი მოდანი გადააგდებს. მამიმ ისეთი რაღაცები გასინჯა, რაც არის სოკო. რაც არც არ უჭამია და არც მოუნდებოდა, მაგრამ თვითონ იყო ინიციატორი, რომ შეგვეკვეთა. ტაფის ხაჭაპური მოვიდა და ასევე ნადუღის და ყველის წუა. ჯერ რა კარგად გამოიყო. ვაიმე! გადაიგი. რა გემრიელად გამოიყურება ყველაფერი. ლიკა ბარემერთი კბეჩაც მიუძღვენი მაგ ხაჭაპურს. ნადუღის და ნადუღის და ყველის წური. შებრაწული კარტოფილიც მოიტანეს და ძალიან კარგად გამოიყურება. აია, ყემალი მოუხდება ამას. ხაჭაპური რა საოცრება. მე რა გემრიელია. ხინკალი მოვიდა. გამოგვიწია რომ რა წამი. მე ორაგულიო. აჯაფსანდოს ჭამ. მოიწერტი წამით ეს ყველი არის. მოდი გადავაწყოთ აქეთ რა. ვათავისუფლებთ ადგილს რომ რამე ახალი ჩავდგათ, იმიტომ რომ იმდენი რაღაც შევუკვეთეთ, რომ არაფერი აღარ ეტევა მაგდაზე, კუთხეშიც კი ხინკალი გვიდევს. რა მხელა კერძია. ღმერთო